რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავლის. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემაა. ვაშა გადაცემა თქვენთანაა, თენგის გოგოტიშვილთან ერთად. ვის დაუქნია ხელი ტრამპმა, რომის პაპის კელეხში როცა მიდიოდა. მის წერა თუ არა საახალწლო მისალოცი წერილი. ეს ორი საიდუმლო დაემატა თამარისა და შოთა საფლავების საუკუნეებრივ საიდუმლოებებს. სამაგიეროდ გაირკვა, რას ფიქრობს ტრამპი ბორიაზე, რომელიც რესპუბლიკელების გამარჯვების შემდეგ ახალ ადმინისტრაციასთან დაალაგებას გვპირდებოდა ყველაფრის. დაალაგა? კი, როგორ არა. რა დაალაგა? აგერ სახელმწიფო დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა ანგარიში წერია. ეს ანგარიში ეხება მხოლოდ 2024 წლის ამბებს და ვინმეს, ვინც იცის რა ხდება საქართველოში, ნამდვილად ძალიან რბილ დოკუმენტად მოეჩვენება. მაშინ რა თქმა უნდა არ არის მოხვედრილი ლამის მთელი ოპოზიციის დაპატიმრებისა და უამრავი სხვა ამბავი, რაც აუცილებლად შევა 2025 წლის ანგარიში. იქამდე კი ბორიამ ეს ყველაფერი უნდა იკითხოს დილა საღამოს. წლის განმავლობაში საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ მნიშვნელოვან ნეგატიურ მოვლენებს შორის იყო ეგრეთ წოდებული უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის ამოქმედება, რომელიც სანდო არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით ზღუდავს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და ეგრეთ წოდებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი, რომელიც გამოხატვის გარკვეული ტიპების კრიმინალიზაციას ახდენს, ასევე დაშინების, იძულებისა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კამპანია, რომელიც ზღუდავდა გამოხატვის თავისუფლებას, განსაკუთრებით ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მეორე ციტატა. ადამიანის უფლებათა დარღვევის მნიშვნელოვან საკითხებს შორის იყო სანდო ცნობების შემდეგი შემთხვევების შესახებ: წამება ან სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი, თვითნებური დაპატიმრება და დაკავება და გამოხატვის თავისუფლებისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის მოქალაქეებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და ძალადობის მუქარა, ჟურნალისტების უსამართლო დაპატიმრებები და სისხლის სამართლებრივი დევნა და სხვა. ეს არ არის ციტატის დასასრული. არც მოხსენების დასასრულია რა თქმა უნდა, მაგრამ დასასრულია ბორიას ოცნებისა ვაშინგტონში აცვლებინოს აზრი მის რუსულ მმართველობაზე. თუმცა კი გამოაგორეს ამხანა გიგიავოლსკი და ალაპარაკებს აბლურ-ჩაბლურები ბებია როგორც იტყოდა. საკითხი, რომელიც აღწერილია 2024 წლის ანგარიშში, როდესაც ჯერ კიდევ არჩევნები არ იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩატარებული ახალი ადმინისტრაცია არ იყო მოსული. ყველა პრინციპი, რომელიც აღწერილია, დღეს ფაქტიურად არის აბსოლუტურად განულებული. ბატონო გია, ამხანაგო ვოლსკი, რა პრინციპებია განულებული? მშვიდობიანი მომიტინგეებისთვის თავპირის მტროებისა და სამოქალაქო საზოგადოების ტერორიზმობა, უკანონო დაპატიმრება და წამება, ტიტუშკების გამოყენება ჟურნალისტების ან პოლიტიკოსების სიკვდილამდე მისაყვანად, ამ ყველაფრის გამოუძიებლობა. სახელმწიფო დეპარტამენტი მოპარული არჩევნების დამკვირვებელთა მხოლოდ ერთ ფრაზას იმოწმებს. ერთს. 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებულ ანგარიში EUTHOS დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა განაცხადა, რომ ამომრჩევლების დაშინების, იძულების, წაქეზებისა და ზეწოლის შესახებ ცნობებმა გამოიწვია შეშფოთება ზოგიერთი ამომრჩევლის მიერ ხმის შურისძიების შიშის გარეშე მიცემის შესაძლებლობის გამო. ეს კიდევ ერთხელ არ მოიცავს 2025 წლის არც ერთ ფაქტს. მაგრამ თუ ბატონ ბორის მართლა გონია რომ ვაშინგტონმა აგვისტოში ისე გამოაქვეყნა ვიღაცის მიერ დეკემბერში დაწერილი დოკუმენტი, რომ აღარავინ გადაიკითხა, ძალიან გაღმა გასულა. ძალიან ცუდად მოქმედებს ეგ ვიღაც რუსი შამანი და სასტრაფოდ შეუცვალეთ ხალხო. და თქვენ ახალ ელჩს დაელოდეთ ტრამპის დანიშნულს უკვე, ტრამპის გამოგზავნილს. ოღონდ მე იმას აღარ თქვა დიპ სტეიტმა ჩაუდოო. კარგი ხელისუფლება რამდენს ნიშნავს მაინც? არდედეგებია და განათლების სამინისტრო მაინც სულ ფუსფუსშია, სულ რაღაცას აკეთებს, თან სულ მაგარ საქმეებს. ბოლო ბრძანებით, რომელიც 10 აგვისტოს გამოქვეყნდა, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ დიდგორში, აქამდე უსახელო სკოლას სახელი მიენიჭა. შავი ყუთის სტუდიაში და გამოიცა ენტრა სახელი. კაი, ერთი კარნახის უფლება გაქვთ. ქართული სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში თვალსაჩინო წვლილის მქონე ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საერო პირისა. ასე წერია. აბა ვინაა გარდაცვლილი საერო პირი? დავით, გიორგის ძე, გვარად ბაგრატიონი. ჩინოვნიკებს ალბათ საკუთარი სამეთყველო ენა აქვს და რომელიღაც კანონქვემდებარე აქტის, რომელიღაც მუხლის, რომელიღაც პუნქტში. ალბათ წერია, რომ სკოლისთვის თუ გინდა სახელის მინიჭება, რაღაც ფორმულირება უნდა მოარგო. მაგრამ ჩინოვნიკობასთან ერთად ცოტა ტვინი, ცოტაც ჯიგარი, რა ვიცი, ქართული, კაცური რო ჩართოთ.
და 10 აგვისტოს, აი მესამე დღეს როცა დიდგორობა თენდება. ეს ბრძოლა მოითხოვს იმავე ერთობას, გონიერებას და სამშობლოს ერთგულებას, რაც 9 საუკუნის წინ ჩვენმა დიდმა წინაპრებმა გვიჩვენეს. იქნებ ახლა აღმაშენებლის მაგ ბრიყული კლასიფიკაციისთვის ისჯებით. ეპიკური სურათის დადება გინდოდა ტელევიზიებისთვის მაგ დღესასწაულიდან და ისეთი ჯანრი ჩამოწვა, ერთმანეთს ვეღარ ხედავდით ორნაბიჯი. ხო და ისაა გარდაცვლილი და თქვენ ხართ ცოცხლები. და დიდგორში უყვებით იმ კაცის სულს, რომ მთავარ სახელმწიფოებრივ გეოპოლიტიკურ და გეოსტრატეგიულ ამოცანად ვიღაცა კუანა ბანდიტებისთვის და ტერორისტებისთვის ბოდიშს მოხდა გაქვთ? კაც 40 წელი ხმალი არ ჩაუგია ქარქაში და თქვენ, ვინც ქართული არმია საპატიო ყარაულის დიდ კანტორად აქციეთ, ახლა დიდგორში უბედავთ სამშობლოს სიყვარულსა და ეროვნულ სიამაყეზე ლაპარაკს. და მაგ კაც უბედავთ ლაყაფს სარწმუნოებისთვის ზრუნვაზე. გულზე ფეხი დამადგითო მაგას უთქვამს. ჩემი ნაშენები ამხელა გელათი თავზე ჩავამამხედა, ჩემი ფრესკებიანად გულზე ჩავამარეცხეთო. ეგ აღარ უთქვამს. ხო მართლა, ყველა რომ მიშავდით, შავი ჯიპებით რომ მიხვედით ყველაზე სასახელო ბრძოლის მემორიალზე. ისად იყო აი ის უმაღლეს მთავარსარდალს რომ უწოდებთ. აი წერილაში რომ მართლა დავითივი დაუწყებავს. ეგაც სათქავდათ. თურქეთში. სადო? თურქეთში. მართლა? ჩემთვის დიდი პატივია საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით პირველად ვსტუმრობდე მეგობარ თურქეთის რესპუბლიკას. კაი, გასაგებია რომ პროჭორილელებისთვის ახლა ნებისმიერი პაესტკა ძალიან მაგარი ამბავია. გვაღიარეს, დროშებიანი მანქანა დაგვახვედრეს, ხელი ჩამოგვართვეს, ჩაი დაგვისხეს და რამე. ისიც გასაგებია რომ ეს ტიპი ვალერა გაზაევისა და ჩვენი ბორიას ბიჭი Google-შიც ვერ იპოვნის რა დღეა 12 აგვისტო და რა აღინიშნება, მაგრამ ხო ყავთ პროტოკოლები. საგარეო საქმეთა სამინისტროები, საელჩოები, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, მთავრობის ადმინისტრაცია, მრჩევლები, თანაშემწეები, რეფერენტები, უფროსი სპეციალისტები, არაუფროსი სპეციალისტები, პატრონი და მყარებელი ვიღაცა ხო ყავთ ბოლოს და ბოლოს. და ხომ შეიძლება ვინმე მგირჩიოთ, მაინც და მაინც 12 აგვისტოს არ ჩაასკდეთ თურქეთში. იმ კაცმა მაინც ვინც თეთრი წყარო სკოლას მიანიჭა თვალსაჩინო წვლილს მქონა ეროვნული მასშტაბით აღიარებული გარდაცვლილი საეროპირის დავით აღმაშენებლის სახელი. მერე გიკვირთ მოღალატეებს რატომ გვიწოდებთ? მოღალატე კიდევ კომპლიმენტია ეროვნული მასშტაბით აღიარებული ვითომ ცოცხალი მკვდრებისთვის. იმიტომაც მიიღეთ კატასტროფული რეპუტაციული დარტყმა. თუ კი იცით საერთოდ სიტყვა რეპუტაცია რას ნიშნავს. და მიიღეთ პოლიტიკური დარტყმა. რა კი, პატივი დაგდეთ და დარბაზში შემოგიშვით, ახლა გახსენებთ, რომ ის თურქი მესხები ყავთ დასაბრუნებელი სამცხეში. სტალინმა რომ გაასახლა 80 წლის წინ. დადეკით ახლა შენ და შენი ჭორვილელი ტრენერი და იფიქრეთ რა ქნათ. რა უნდა უპასუხოთ ერდოღანს. მზად ხართ 9 მილიონი ადამიანის ჩამოსასახლებლად ქვეყანაში, რომელთა უმრავლესობისთვის საქართველო აბსოლუტურად უცხო ქვეყანაა. ამ გადასახედიდან ერთ რამეზე მწყდება ყველაზე მეტად გული. რამდენი შესაძლებლობა გამაზეთ მარტო წელს. მარტო წელს ამ ყველაფრის მკადრებელმა ხალხმა. 25 თებერვალი საქართველოს გასაბჭოების 104 წლისთავი. 4 აგვისტო გეორგიევსკის ტრაქტატის 252 წლისთავი და 7 აგვისტო არ ბოდიშ თქვენებურად რუსულად 8 აგვისტო რუსეთზე საქართველოს ვერაგული თავდასხმის მე-17 წლისთავი. სულ ერთმანეთზე უკეთესი საბაბები ჰქონდათ პუტინსაც შეხვედროდით, უკანალსაც გეკოცნათ და ყველაფერი თეთრი ფურცლიდან დაგეწყოთ, მათ შორის ქვეყნის ღალატი. კიდევ ერთმა თარიღმა ჩაგვიარა ქოცებისგან აღუნიშნავად. 14 აგვისტო რომ აფხაზეთში ომის დაწყების თარიღია, ვიღაცებმა ალბათ იციან, მაგრამ შემჩნევა არ შეიძლება ახლა. ან რო შეიმჩნიონ რა უნდა თქვა. აღიარონ რომ საქართველოს დაიწყო ომი, რომ დაარღვია ავტონომიის ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმება, როგორც არძიმბა და რუსები ამბობდნენ და დღემდე ამბობენ, რომ თავდაცვის მინისტრი არ დაემორჩილა მაშინდელ უმაღლეს მთავარსარდალს, შევარდნაძეს, როგორც ეს უკანასკნელი ამტკიცებდა. მოკლედ, რამე რომ თქვან, რაღაც უნდა თქვან. ამიტომ არაფერს ამბობენ. ამიტომაც არ მიდიან გმირთა მოედანზე მემორიალზე 14 აგვისტოს. ამიტომ არასდროს სვამენ კითხვას, საჭირო იყო თუ არა საერთოდ ტანკების შეყვანა რკინიგზის დასაცავად. ან რატომ გადასცა რუსეთმა საქართველოს მთელი სატანკო პოლკი რამდენიმე დღით ადრე. ან რა იცოდა შევარდნაძემ, ან რა ბრძანება ქონა გვარდიას, ან რატომ დადო საქართველოს 3 ზავი 11 თვეში ისე რომ მხოლოდ თავად განიარაღდა და ჯერ გაგრა დაკარგა, შემდეგ გზა სოხუმისკენ და სიმაღლეები და ბოლოს თავად სოხუმიც. რატომ დააბრუნეს სოხუმსა და სხვა ქალაქებში ბავშვები ახალი სასწავლო წლისთვის, როცა იცოდნენ რომ მათი იმ ქალაქების დასაცავი артиლერია და ტექნიკა არ ქონდათ. რატომ ვერ მოილაპარაკეს გამსახურდიას მომხრეთ არაზმებთან საერთო ბრძოლაზე, თუნდაც პასუხისმგებლობის ზონების დანაწილებით. რატომ 1000 კითხვა იმ ომზე და ჩვენი ამბავი რომ ვიცი ალბათ ვერასოდეს ვერ გავცემ პასუხს ამებზე. მაგრამ მე ერთი დამატებითი კითხვა მაქვს. 2008-ში თუ ომი საქართველოს დაიწყო, ვინ დაიწყო 1992-ში? იყო თუ არა ეს ავანტიურა?
deep state-ისა და მასონების დაკვეთა, შორს მიმავალი გეგმა მიწების ჩასაბარებლად და ხალხის დასაღებად. თუ 2008-ში იყო, როგორც რუსი ბორია და წულუკიანის მომავალი წიგნი ამტკიცებს, რატომ არ იყო 92-ში? რა ნიშნით? წმინდად გეოდეზიურად ტერიტორიის 19-20% აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საქართველოს დაკარგა 1992-94 წლებში. და 94 წლის გაზაფხულზე კიდევ მიდიოდა ბრძოლა კოდორის ხეობაში, ვინც არ იცის. დევნილად იქცა ქვეყნის ყოველი მე-11 მოქალაქე. ამას მოყვა დე-ფაქტო ოკუპაცია, რომელსაც ხელი შევარდნაძის ხელისუფლებამ მოაწერა ვითომ სამშვიდობო ძალების განლაგებას ორივე რეგიონში. რა სხვა არაფერი იყო თუ არა რუსი ოკუპანტების დაკანონება ჩაფხუტებზე უბრალოდ ცისფერი ზოლის მიხედვით. რომელთა ერთადერთი ამოცანა იყო არ მიეშვათ 100,000 ქართველი დევნილი საკუთარ სახლამდე თუ ნასახლარამდე უკვე. 2008 წელს ამას დაემატა კოდორის ხეობის ზედაწელი, ახალგორის მუნიციპალიტეტი, ლიახვის რამდენიმე ქართული სოფელი და შიდა ქართლის ზოგიერთი სხვა ტერიტორია. რაკი ანგარიში დავიწყეთ, უხეშად, საქართველოს 3%. მას შემდეგ რუსმა გააგრძელა ქართული მიწის მიტაცება ქართლში, იმერეთში, რაჭაში, ხევში, რასაც ქართულმა ოცნებამ ვითომ სადაო ზონებიდან პოლიციის გამოყვანით უპასუხა და ახლა თავისივე ყოფილ პრემიერს უპირებს გასამართლებას, როგორ გაბედა და როგორ დადგი პოლიციის პოსტი მიწაზე, რომელზეც ოსი სეპარატისტებმა და რუსებმა გითხრეს ჩვენიაო. მართლა წულუკიანის არ ქვა და ყაველაშვილი უნდა იყო, რომ ვერ დაინახო კავშირი ბოლო 35 წლის ყველა ომს შორის და ყრუდ არ შეემჩნიო კითხვა ვინაა ამტერი. და თუ სააკაშვილს ასამართლებ ომის დაწყებისთვის კდემით მოსილმა იარო აფხაზეთში ორი ომის დამწყებ შევარდნაძესთან 1992 და 98 წლებში და სასიკვდილო სარეცელზე ოდები უმღერო. ჩვენი ქვეყანა მან პირველმა დააყენა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და თავისი რეპუტაციით აიძულა მაშინდელი უცხოელებით აენახათ საქართველოს მსოფლიო რუკაზე. მან დაამარცხა ქუჩაში მორბინალი კალაშნიკოვები და სტუდენტებს უნივერსიტეტის გზაზე უსაფრთხოდ სიარულით საშუალება მოგცა. ყველაზე დიდი ოპონენტებიც კი მას უშიშარ და გამჭრიახ პოლიტიკოსად იხსენიებენ, რომელმაც იმ დროის საერთაშორისო ურთიერთობები მთლიანად შეცვალა. სწორედ ეს შევა მსოფლიოს პოლიტიკურ ისტორიაში როგორც ქართული. თეა მამამისი სასულე წულუკიანი. შევარდნაძის ხსოვნაზე. ოღონდ ყველაფერი მართალია. უშიშარიც იყო შევარდნაძეც, გამჭრიახიც იყო. ქუჩაში სროლების ძირითადად მოამთავრა. მაგრამ ეს მაინც ვერ აქცევს მას პოლიტიკოსად, რომელმაც შეძლო თავიდან აეცილებინა ქართული მიწების დაკარგვა და კრემლის გეგმის განხორციელება. ხოთაშორის იმ გეგმისა, რომელიც ჯერ კიდევ შევარდნაძის დაბადებამდე არსებობდა. მეტიც, ვერც გამსახურდი ამ შეძლო ამავე რუსული გეგმის იმ ეტაპების ასრულების შეჩერება, რომელიც მის პრეზიდენტობაში ომს იწყებდა სამაჩაბლოში და საბოლოო ჯამში მისი გაქცევითა და სიკვდილით სრულდებოდა. ვერ შეძლო. ან ერთი ვერ ხვდებოდა, ან მეორე ხვდებოდნენ, მაგრამ ძალამ აღმართი მოხდა. სხვათა შორის მაგ ორის მტრობითაც. და რა კი ერთსაც საპრეზიდენტო დიდებას მივაგებთ და მეორესაც და სწორსაც ვაკეთებთ. რა განასხვავებს მათგან სააკაშვილს? ერთი რამ, ის ჯერ კიდევ ცოცხალია. რუსკი არ უყვარს ცოცხალი მტრები, ისევე როგორც თქვენ. რუსი ბორიას პროჭორილურ გუნდს არ გიყვართ რუსეთის მტრები. დაუბერდი და ასეთი არაფერი მინახავს. ბუდაპეშტში 38 წლის მამაკაცი მანქანის კურდობისთვის დააკავეს. რასაც ქვია ზედ ქონდა, ანუ ჩხრეკისას ამოიღეს აპარატი, რომელთაც მანქანის ჩამკეტი სიგნალიზაციის სიხშირის გადაჭერას ცდილობდა, რომ მერე თავად გაეხსნა და წაიყვანა ის მანქანა. კადრებს თუ უყურებთ, აუცილებლად იტყვით, საღოლ იქაურ პოლიციას რა სწრაფად გაჩნდა დანაშაულის ადგილზეო. მართლები იქნებით. მაგრამ არც იქნებით. სიმართლე ისაა, რომ ამბავი პოლიციის შენობის წინ მოხდა. ამიტომ ცხადია პოლიციელები დიპლომატი იყვნენ. მაგრამ არც ეგაა სრული სიმართლე. სრული სიმართლე ისაა, რომ ტიპი პოლიციის შენობის წინ პოლიციის მანქანის მოპარვას ცდილობდა. საიდანაც პოლიციელი იმ წამს გადმოვიდა და ვერ ჩაკეტა, იმიტომ რომ ეს ქურდი იყო ამოფარებული ხეს და თავისი ჯადო აპარატით მანქანას ბლოკავდა. მაგრამ კიდევ მაქვს თქვენთვის პატარა სიმართლე. თუ გინდათ ამ დოკუმენტურ დეტექტივს გემო ბოლომდე ჯაატანოთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს 38 წლის მამაკაცი ქართველია. დაალაგეთ ერთად ეს ყველაფერი. 38 წლის დეგენერატი. მოსაპარა წავიდა ფლოსტებით. მოსაპარა წავიდა შუა ქალაქში კი არა და დედაქალაქში. წავიდა მანქანის მოსაპარად და მანქანის კი არა და პოლიციის მანქანის მოსაპარად. ხო, მეც მაგას ვამბობ ზუსტად, უბრალოდ აქ საჯაროდ ვერ თქვი. ბიჭო, ქურდი გამიგია. გვიჭირს ძმაო ბიჭებს და რავე, მანქანის ქურდის გამიგია. მაგეს ბევრი ყავენ, გეიგე და დაზღვევა ეგრევე ახალს ჩაახუტებს სიმონ. გევიგე სიმონ. მაგრამ ვერ გევიგე, ეს პოლიციის მანქანა სად მიყავდა? აი, რა შავქვად გინდოდა? მან გაყიდი თუ სახში გამოგზავნდი მე ოფშაკისთვის. და საერთოდ, ქურდი მე ვიცი გაგებით და მეობით და პატრიოტიზმით. თუ საჭიროა საარჩევნო უბანთანაც იბირჟავებს და ოპოზიციასაც სემს და ყველაფერს იზამს, ოღონდ კოცი დარჩეს და დარჩეს და დარჩეს.
ეგ უნგრეთი კი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მაგ კოდს კიდევ უშვებენ საზღვარსა და გამარჯვებას ეუბნებიან და მაინც და მაინც მანდ რომ არ მოიპარო და ფეხის ბოლო დასალგმელი არ ამოუძირყო კობახიძეს და პაპუაშვილს. წადი ძმო, სხვაგანი ჩალიჩა, მოსაპარის მეტი რა არის, მართლა deep state-ი თუ არა. შორს რომ გაიტანეს და მსოფლიოს რომ გააცნეს საქართველოს სახელი, იმ ხალხზე მოგიყვები დღეს. დავით ვადაჭკორიაზე. ბევრ შეიძლება არც საქართველოში გაგიგიათ ამ კაცის ღვაწლი, ამიტომ მე გეტყვით ახლა. დავით ვადაჭკორია 25 დეკემბრიდან ფინეთში ცხოვრობს. იქ იღწვის მეთქი მინდოდა მეთქვა, მაგრამ ვერ იღწვის და მადლობა უფალს რომ ვერ იღწვის. მადლობა ფინეთის პოლიციას და პროკურატურას. ზის დაელოდება, როდის დაინიშნება ახლა სასამართლო. დავით ვადაჭკორია იყო ტანკერ Eagle S-ის მეთაური, რომელმაც შობა დღეს მოინდომა ესტონეთისა და ფინეთის ჩავნილება. გეხსომებათ ეგ დეტექტივი. რუსეთიდან მომავალმა გემმა, ტანკერმა, რომელსაც პუტინის ნავთობი მიჰქონდა ეგვიპტეში, ღუზა ჩაუშვა და თითქმის 100 კილომეტრი ბალტიის ზღვის ფსკერზე ატორღიალა. სანამ არ წამოსდო და არ გაგიჯა მაღალი ძაბვის 1 და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის 4 კაბელი. ტანკერი კუკის კუნძულების დროში ცურავდა. მისი მფლობელი კომპანია კი არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში ჰქონდათ რეგისტრირებული ინდოეთის მოქალაქეებს. მაგრამ არც არავის ეპარება ეჭვი, რომ ვადაჭკორია და მისი გუნდი რუსეთის სპეცსამსახურების დავალებას ასრულებდნენ. სპეცსამსახურებისა, რომელმაც ამ მეთოდით ნატოსა და ევროკავშირის წევრების საბოტაჟის იაფ და ძალიან ეფექტურ გზას მიაგნეს. იგლესი არ იყო პირველი, ვინც მსგავსი გააკეთა, მაგრამ აღმოჩნდა პირველი, რომელიც აბორდაჟი დააპატიმრეს. ბრალი წაყენებული აქვს კაპიტანს, ვადაჭკორიას და მის პირველ და მეორე თანაშემწეებს. თავად ტანკერი და ეკიპაჟის დანარჩენი წევრები ფინეთიდან ჯერ კიდევ მარტში გაუშვეს. ფინეთის პროკურატურის ცნობით არც ქართველი და არც ორი ინდოელი არ აღიარებენ ბრალს. თან ამტკიცებენ, ჩვენი დაკავების უფლება არ გქონდათ, რაკი დანაშაული ფინეთის ტერიტორიული წყლების გარეთ ჩავედინეთო. ეგ მართალია. მაგრამ ზარარი რომ ფინეთსა და მის კომპანიებს მიადგა, ალბათ საკმარისი საფუძველი იქნება, რომ საქმე სასამართლოში გაგრძელდეს. ფინურ სასამართლოში. ტანკერის დაკავებიდან 2-3 დღეში პოლიციამ განაცხადა, რომ ტანკერზე ბორტზე აღმოაჩინა სადაზვერო აპარატურა, რომელიც აგროვებდა მონაცემებს ბალტიის რეგიონში საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის შესახებ. ეს ბრალის თუ წაუყენეს და თუ დაუმტკიცეს, ნამდვილი ჯაშუშური სერიალი გველის ქართველი გმირით. ეს არის ვაშა გადაცემა თენგიზ გოგოტიშვილთან. გვიყურეთ, მოგვიწონეთ, გამოგვიწერეთ ყველა პლატფორმაზე: Facebook-ზე, YouTube-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე. რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. დიაბოლოვაში გადაცემა.